არჩევნებზე ჩვენ ნაკლებად ვისაუბრია, გიქით რომ ეს კარგი არჩევნები, მაგრამ მაინც ცოტა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ მე არ მინდა ესეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ეს არჩევნები წმინდა ლოჯისტიკის თვალსაზრისით და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის თვალსაზრისით ან იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით და ასე შემდეგ მართლა კარგი იყო. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ მართლა ესეთი კარგი იყო, იმიტომ რომ ძალიან მძიმე რეალობა უძღოდა არჩევნებამდე წინ ამ ყველაფერსთან. რადგან მელატანიური ყავს ახალგაზრდა იურისტების ასოციაციიდან, რომელიც არის საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი ახალგაზრდა იურისტებში, მე მგონი კარგი იქნება, რომ დისკუსია ლელას თხოვოთ, რომ დისკუსია გახსნას და შემდეგ უკვე ყველა თქვენგანს ექნება საშუალება, რომ გააკეთოს კომენტარი ან დასვას კითხვა მოხსენებლებისათვის. მაგრამ ნელა ჯერ მინდა რომ შემთხოვო, რომ გითხრა ერთი სიტყვით ახალგაზრდა იურისტების ასოციაციის დაკვირვება რა იყო. ანუ სულთად დარღვევების თვალსაზრისით და ერთად შედარებით ანალიზის თუ გავაკეთოთ მოკლედ. მოგესალმებით, მართალია არ მიყავი ასე გადმომზადებული თქვენი სასმენად მოვედი, თუმცა გაგიზიარებთ მაინც, იმიტომ რომ ამ ყოველდღიურად ცხოვრობთ, შეიძლება ითქვას. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული და საინტერესო არჩევნები ქონდა, აქ ვილაპარაკეთ საინტერესო რატომ პარტიული ადამიანი კანდიდატი მონაწილეობდა და მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა და მათთვის ალბათ მათი გადმოსახედიდან მე ვთქვი, რომ არ იყო ასეთი მარტივი ამ ხელა პროცესის წარსულობა. მათ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვაფასებდით, როგორ გადაწყვეტილებებს იღებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, როდესაც ეხებოდა საუბარი სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს, როდესაც საუბარი იყო გაუქმდებოდა თუ არა მათი საარჩევნო რეგისტრაცია, იმის გამო რომ ეს ადამიანები ვერ აკმაყოფილებდნენ საარჩევნო კოდექსის იმ მოთხოვნას, როგორიც არის არჩევნების დანიშნამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. და ჩვენ ნახეთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიდგომები აქ არ არის საუბარი ინდივიდებზე, აქ ფიქსირდება, რომ ინდივიდუალურ წევრებს ჰქონდათ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეულ წევრებს ერთგვაროვანი მიდგომები, ან 4-ზე ამბობენ 4 სუბიექტის კანდიდატთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, არ დადარეგისტრირებულიყო, არ ქონდათ უფლება არჩევნებში, იყო შემთხვევები პირიქით ამბობდნენ, თუმცა ალბათ საარჩევნო ადმინისტრაცია არის კოლეგიური ორგანო, ამ შემთხვევაში CSKO, რომელიც 13 წევრისგან შედგება და მე ვიტყოდი, რომ მათი გადაწყვეტილებები არ იყო ერთგვაროვანი მიდგომა და ერთგვაროვანი სტანდარტები ამ შემთხვევაში და იმის მიხედვით თუ რომელი სუბიექტის კანდიდატს შეეხებოდა საქმე, ისინი თქვათ ამბობდნენ შემთხვევაში, სადაც მართველი კოალიციის, მართველი საარჩევნო ბლოკის კანდიდატს ეხებოდა და დარეგისტრირება იყო, სხვა შემთხვევაში ამბობდნენ, რომ ამ ადამიანს არ ჰქონდა უფლება და აქ ასევე საინტერესო იყო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, რომელიც ასევე საქმიდან საქმემდე განსხვავდებოდა. ესეც საინტერესო აღინიშნოს. რაც შეეხება უშუალოდ, თუმცა გამოყოფდი მე პოზიტიურად აღნიშნავდი იგივე CSKO-ს დადგენილებას, რომელმაც ერთგვარად რაღაც დაიცვა საფრთხისგან ეს პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთა პარტიულ სიებს იმის გამო, რომ სავარაუდოდ კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ამ ფაქტების თაობაზე ჩვენ პოლიტიკური გაერთიანებები გვაცნობებდნენ, ამ სუბიექტების პარტიული სიები რეგისტრაციიდან მოხსნისგან დაიცვა, როდესაც CSKO-მ დადგენილება მიიღო, რომლითაც ამ შემთხვევაში სუბიექტი თუ პირადი ინიციატივით მოიხსნიდა და რაოდენობა ჩამოვიდოდა ქვემოთ 10-ის თუ 15-ის შემთხვევაში, ეს არ გახდებოდა საფუძველი პარტიული სიების გაუქმების. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მაინც CSKO-ს მანდატი არ იყო და უფრო პარლამენტის საქმე იყო, თუმცა პარლამენტი ამ პერიოდში ვერ შეიკრიბებოდა. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ვფიქრობ, რომ აქ ერთგვარად რაღაც სახესხვაობა ჰქონდა. თუ დავაკვირდებით პროცედურულ დარღვევებს, ალბათ შეიძლება იყოს, რომ ითქვას, რომ იგივე წილის პრასთან, ანუ დილის 7-დან 8-მდე, ან თუნდაც უშუალოდ კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, შედარებით ნაკლები დარღვევები ფიქსირდებოდა. მაინც უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს გაუჭირდათ ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურა, ეს არის უბნის დაკეტვის დახურვის შემდეგ, როდესაც 5-ის გახსნა ხდება, ასე ვთქვათ, ალუქვა
დოკუმენტების და უკვე ბიულეტენების და შემდეგ ამ ბალანსის გამოყვანა ჩვენ მთელ რიგ შემთხვევებში დავაფიქსირეთ, რომ დისბალანსი დგებოდა, ეს საქმეები არ ჯამდებოდა და რაც ამ საინტერესო იყოს, აღმოჩნდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში და ეს არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც აღმოჩნდა, რომ ხელმოწერების რაოდენობა, კონკრეტულ უბანზე არჩევნებში მონაწილე ამორჩეულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ბიულეტენები, რომელიც ყუთიდან ამოვიდა. სხვანაირად რო ვთქვათ, ბათილი ბიულეტენების და სუბიექტების სასარგებლოდ მიღებული ხმების რაოდენობა, რაც ამ შემთხვევაში კითხვებს სვამდა უშუალოდ ამ უბანზე არჩევნების ჩატარებასთან, ზოგადად ოქმის საკითხთან და საერთოდ რა ხდებოდა ამ უბანზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ასეთ შემთხვევებში არ ვფიქრობდით, რომ პირდაპირ ვთქვათ, უნდა მოგვითხოვა შედეგების ბათილობა. ჩვენ თელ შემთხვევებში ვითხოვდით და წავიდეთ საქმეები სასამართლოში, სადაც გავამახვილებ ყურადღებას, რომ ოლქების პოზიცია გამონაკლის შემთხვევაში ხდებოდა ჩვენი საჩივრების დაკმაყოფილება, რომელიც შეეხებოდა ხმების გადათვლას. ანუ საუბარი იყო გახსნას ამ კონკრეტული უბნის შედეგების მის გადათვლას და ხშირ შემთხვევაში ეს кейსები ამ საქმეები მიდიოდა სასამართლოში. და მარტივად გვამისამართებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიები, გვეუბნებოდნენ, რომ ხო გაქვთ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ სასამართლოში და ეს საქმე წაიღოთ და ნახოთ რა იმშელებს სასამართლო. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ მათი არგუმენტებით რომ დასაბუთებული უნდა ყოფილიყო, თუმცა იყო ისეთი უბნები, რომელსაც გახსნეს, გადათვალეს და დაინახეს იქ მათი კომისიის წევრები, საუბნოს წევრები და უფლებამოსილებად შეუწყვეტეს საკალ შემთხვევებში. საინტერესო შემთხვევა იყო ხონში, სადაც საოლქო კომისიამ არ გადათვალა ბიულეტენები, მოსამართლემ გამოითხოვა. ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მან საკუთარი ხელებით გადათვალა და ოლქ საჩვენა როგორ უნდა გაეკეთებინა. თუმცა იმ საკითხთან დაკავშირებით როგორიც არის მაგალითად გადათვლები ჩვენ ცალკეულ შემთხვევებში სასამართლოს დონეზე მოვითხოვეთ ბათილობა და დაკმაყოფილდა მაგალითად აჭარაში უბანი გაბათილდა, საუბარი ასევე დუშეთში ცალკეულ შემთხვევებში გაბათილებაზე. რა თქმა უნდა, ამოსავალი ამ შემთხვევაში არც საჩივრების წერა იყო, არც უბნის შედეგების გაბათილება იყო, მაგრამ იქ სადაც გამოკვეთილი და აშკარა დარღვევები იყო, აქ სხვანაირად მოქმედება იყო შეუძლებელი სამართლებრივი გამომდინარე ნორმებიდან, თუმცა ერთი რამის თქმა მინდა, რომ ის ამ შემთხვევაში რაც იყო საეჭვო, ჩვენ როგორც ვთხოვით, ვთქვათ, გადათვლას ან ბათილობას ან პასუხისმგებლობას, მინდა გითხრათ, რომ გადათვლებზე ძირითადად იყო არა და თუ გინდათ რომ სხვანაირად მოხდეს მიბრძანდით სასამართლოში და ძირითადად თუნდაც იმაზე, როდესაც კანონის თანახმად გადასწორებულ გაფერადებულ ოქმებზე, რომელსაც შესწორების ოქმები არ ახლდა, უნდა შემდეგ არ იყოს საოლქო კომისიების მიერ სამართალდაღობის ოქმები, იმიტომ რომ კანონი ამას პირდაპირ მოითხოვს, შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ თქვა დისციპლინური პასუხისმგებლობით შენიშვნებით გაფრთხილება, ამას უხვად იყენებდნენ, თუმცა აი ამ მოთხოვნას როგორიც არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დაკისრება, ამას ნაკლებად ერიდებოდნენ. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ აი მარნეულში დღეს მაგალითად ჩვენი საჩივრების საფუძველზე გადათვალეს შედეგები და იქ აღმოჩნდა, რომ 9 ბათილი ბიულეტენით იყო სხვაობა და ნამდვილი ხმები იყო ბათილ ბიულეტენებს მითვლილი. ასეთი შემთხვევებიც იყო. რისი თქმა მინდა, მე მინდა ის თქმა, რომ პრობლემები იყო და ალბათ ამ პრობლემების შემთხვევაში გარკვეულწილად უნდა საფუძვლები ვეძიოთ თვითონ ამ ადამიანების გადამზადებაში, ტრენინგებში, შესაძლებელია ძალიან კარგი ტრენინგებიც უტარდება და ეს ადამიანები არ დადიან, კარგად არ სწავლობენ და შემდეგ შეფასება უნდა მოხდეს. რამდენად აითვისეს მათ ეს მასალა, ჩვენ დამკვირვებლები გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში სრულად ახალი სახეები და უცხო ადამიანები იყვნენ უბანზე, რომელთაც არ ჰქონდათ საარჩევნო არჩევნების ჩატარების გამოცდილება და ელემენტარულად ოქმების ბალანსის გამოყვანის პრობლემაც იყო. ეს ალბათ მივდივართ ისევ და ისევ საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ადმინისტრაციის რეფორმა, ალბათ უპირატესობა უნდა მიენიჭოს მაინც სერტიფიცირებას და იმას, რომ ეს ადამიანები არჩევნებიდან არჩევნებალის სახლებიდან არ გამოვიყვანოთ და რაღაც ბაზა არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელთანაც თქვა საუკეთესო შედეგების მიხედვით თავი პრინციპში ადმინისტრაცია, ადმინისტრაციის გადამზადება არა, გადამზადება იმდენად არა აქ საუბარია უფრო საარჩევნო რეფორმაზე, კომპლექსურ რეფორმაზე და რაღაც ამოვადინებდა ფრაგმენტულ
ნაბიჯებზე ეს ერთი და მეორე ალბათ მე ვფიქრობ არ ვიცი ხა ეს როგორ აკეთებენ ჩვენ უშუალოდ ვესწრებოდით არასამთავრობოებისთვის ჩატარებულ ტრენინგს და არ ვესწრებოდით, თუმცა არის ორგანიზაციები არის რომელიც უშუალოდ ტრენინგებს ამოწმებენ როგორ უტარდებათ ამ ადამიანებს. და ვფიქრობ რომ რაღაცა შეფასების სკალა უნდა არსებობდეს და შეფასება უნდა ხდებოდეს რამდენად ხდება ამ ადამიანების მე. აქ კიდე საუბარი ამაზე ეს ხალხი დროებითია ერთი თვია მე მიდიან ისევ აქ საუბარია მათ ხელფასზე არამუდმივობაზე და ერთგვარად ისახება რომ თითქოს საარჩევნო კომისიის წევრობა დასაქმების წყარო არის დროებითი იმ ხალხის ვინც შეიძლება უმუშევარი იყოს და აქ ნაკლები ყურადღება ექცევა უკვე მათ გამოცდილებას, მათ უნარებს, მათ შესაძლებლობებს რა შეიძლება გააკეთონ არჩევნებზე. ძალიან დიდი მადლობა ნინოს უნდა რაღაც დამატება, მაგრამ შეგვიძლია რომ ხო კითხვები ან კომენტარები მივიღოთ შენ რა და შემოგცეთ კითხვა. კი ბატონო. კი ბატონო, ანუ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები იყო. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ჩემთვის. მე ვფიქრობ, ეს ცალკე თემა და საერთოდ ცალკე დისკუსიის საგანი შეიძლება იყოს თქვა არა ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა ცალკე ამბავია ეს კიდე უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი. მე მაინტერესებს თქვენ თვითოული პრეზენტატორის მოსაზრება უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაზე. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ რეფორმით, რამდენად გამჭვირვალეთ სამხალხო საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობს ეს რეფორმა. რა შეგიძლია თქვათ ამ ეტაპზე რაც გაკეთდა, მე გულისხმობ იმაზე რომ რამდენად იყოს სამხალხო საზოგადოება. გასაგებია იმაზე მოსახლეობამ ძალიან ბევრი რამე არის ის ამ რეფორმაზე, მაგრამ სამხალხო საზოგადოების ჩართულობაზე სატარებდა ფორმალურ ხასიათს თუ იყო მზაობა იმისა, რომ ამ შინაარსობრივი ჩართვა ყოფილი და რაც თავარია ხა ჩვენ წარსულზე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა მომავალია საინტერესო. როგორ გესახებათ თუნდაც მედიის, თუნდაც სამხალხო ორგანიზაციების, თუნდაც აქტიური მოქალაქეების როლი თვითმმართველობის რეფორმაში, იმიტომ ჩვენ სულ გვეუბნებია, რომ ეს იყო დასაწყისი და გაგრძელება იქნება. ანუ ამ გაგრძელებაში სად არის ჩვენი როლი და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად იყოს მოქალაქეებზე ორიენტირებული და არა კონკრეტულად იმ გუნდზე ორიენტირებული, რომელიც შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას წარმოადგენდეს. მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ თუ ვინმეს იგივე მხოლოდ ველა იქნება მომწონი და ეს აქტიური. კითხვა ან კომენტარი არ არის აუცილებელი, კითხვა იყოს თუ გინდა თუ კომენტარი გააკეთოთ ამ მოხსენებთან დაკავშირებით. ისე. ძალიან ასეამოვნებელია რომ მოსამართლეს მოსმენთ, რომელიც წარმოადგენს ძალიან ანალიზი და ჩატარებული მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მაგალითად კითხვა, მე პრობლემა ძალიან ძალიან ფართოა სამჯეროდ, იმის თვითმმართველობის არჩევნებში შეეხება ზოგადად თვითმმართველობის განხორციელების საკითხებს. მაინტერესებს პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თავი ყველა პრობლემის ადგილს ამაში. არსებობს თუ არა რაიმე ახალი კონცეფცია ჩამოყალიბებული დონეზე, რომელიც ახალი ხედვების წარმოჩენით ნიშნავს ამ პოლიტიკურ სისტემის ცვლილებას ქვეყანაში, დაუპატებელი პოლიტიკურ სისტემის ცვლილებას. მე ამასთან დაკავშირებით გამაჩნია ჩემი მოსაზრება, ჩამოყალიბებული და ჩემი გაგიზიაროთ. მაგრამ ეხლა რაც შეეხება თქოს და უშუალოდ მოსაზრებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თავად თვითმმართველობის არჩევნები და შინაარსი თვითმმართველობის განხორციელების ადგილებზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უშუალოდ დაკავშირებული ჩვენი დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან. მაგრამ გარდა იმისა, რომ შეგვიძლია მართლაც დაბლობი ტენდენციები, როგორც საარჩევნო სისტემის განხორციელების თვალსაზრისით, ისე ამორჩეულთა დაუშვათ გასწორებული არჩევანის თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა, რომელიც წარმოდგა ჩვენ წინაშე, სახელმწიფოს წინაშე, არ არის უყოფილი და ვფიქრობ, რომ ეს არ უწყობს ხალხს რეალურად თვითმმართველობის განხორციელებას. ვინაიდან ჩამოყალიბებული არის ძალიან ბევრი პრინციპული საკითხები, არის გათვალისწინებული სამართლებრივად როგორც იპოთეკა. თვითმმართველობის ორგანოს თვალსაზრისით საკუთარი ბიუჯეტი თუ არის
შემოსავლის წყაროები როგორც უზრუნველყოფს ადგილობრივ დაკვირვებების განხორციელებას, ადამიანთა ამორჩევას და ამდენის განხორციელებას, ანუ გააზრებებს მიღებას. თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, თემის დონეზე წარმოდგენილი თვითმმართველობები, ასევე რომელიც კარგო თვითმმართველობის ცენტრებში შექმნიდა და განავითარა. შეუძლებელია თვალსაზრისით მართლა ვიშლოთ რა იდეა რომ დაწვით და განვითარდა ეს მოგეთ. დიდი მადლობა. ისმენთ მადლობა, მე ვარ კარლოსზე. მე თუ შეიძლება ორი კითხვას დავსვა. პირველი ლევანს ეხება ძირითადად პოლიტიკურ გარემოზე, როცა ვსაუბრობ, ძალიან საინტერესოა ძირითადად ის, რომ გზა დემოკრატიისკენ, ან დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისკენ და ინსტიტუციების ჩამოყალიბებისკენ, ზოგადად დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებამ შეიძლება მაგარული მაკროუცილებელი როლი შეასრულოს არადემოკრატიული ძალების გამარჯვების და აქედან გამომდინარე აი დემოკრატიული შექმნილი დემოკრატიული გარემოს პირიქით განწაწევის. ხო, ალბათ ეს გულისხმობდა მე უფრო პრევენციული ღონისძიებები მაინტერესებს, როგორც სამოქალაქო სექტორის აქტივობის თვალსაზრისით, ისე თავად პოლიტიკური ისტაბლიშმენტის პოლიტიკური პარტიების გარკვე რა შეიძლება, რაზე შეიძლება ვიფიქროთ ყველანაირად. და მეორე საკითხი ალბათ ყველას ჩვენს ალბათ და თქვენს გეხებათ თქვენ ახსენეთ ერთ საინტერესო დეტალი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ზოგადად ხელისუფლებასაც, სამოქალაქო სექტორსაც ძალიან ხშირად გამოიყურება ხოლმე და ამაზე არ ვსაუბრობთ არასდროს. ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ დაახლოებით ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, თვითმმართველობა, ფინანსური დეცენტრალიზაცია, ასე შემდგომ. თქვენ პატარა ასე ვთქვათ, კითხვა დასვით, რამდენად მზად არის თვითონ ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, აი ამ ყველაფერისთვის, რომ რეალური დეცენტრალიზაცია განხორციელდეს. ჩემთვის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსების ნაწილი. რატო? ბოლო არჩევნებზე და ასე გრძელდება ყველა არჩევნებზე პრაქტიკულად გამოიკვეთა ტენდენცია, როცა კანდიდატები, აი დღესაც გქონდათ ჟურნალისტთან საუბარი, გურიანის ჟურნალისტთან და ცდილობდა გაერკვია ჩემთან რამდენად სწორია ეს, როცა ერთ-ერთი ქალაქის ასე ვთქვათ მერობის კანდიდატი პირდება ამომრჩეველს, რომ თუ ის მოვა გაიმარჯვებს არჩევნებში, ბიუჯეტიდან დაიწყება მაგალითად 0%-იანი სესხების გაცემა. და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად შესაძლებელია ეს განხორციელდეს. ბუნებრივია შესაძლებელია განხორციელდეს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად ის, რომ პრაქტიკულად ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი ეს ცენტრალური ბიუჯეტის ხო, ეს შეუძლებელია, მაგრამ დაუშვათ სრულად განხორციელდა დეცენტრალიზაცია. ხომ არ მივიღებთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური манипуляციების, პოლიტიკური სპეკულაციების ამორჩევლის ხმაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ აქტივობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ხო? ესეც გარკვეულწილად და ამ თვალსაზრისით შეიძლება მოვიფიქროთ, რამე იგივე პრევენციული ღონისძიება როგორ შეიძლება კონტროლირდებოდეს ეს, იმიტომ რომ ორი უკიდურესობა, ერთი თუ ფული არ მიეცი ადგილობრივ თვითმმართველობას, ადგილობრივი თვითმმართველობა რეალური არ იქნება, ანუ თვითქმარი არ არის მეორე, მისცემ და რამდენად შესაძლებელია აკონტროლო მე ეს ყველაფერი. ხო? მადლობა. კახაკაშლავა, ჩვენ ალბათ მივავთ ოდესმე იმ მდგომარეობამდე, როდესაც ცენტრალური ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალა იქნება და რეგიონალურ დონეზე სხვა პოლიტიკური ძალა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამ მდგომარეობიდან ჩვენ საკმაოდ შორს ვართ და აი ამ ბოლო არჩევნებმაც აჩვენა ის, რომ რეგიონალური დონისთვისაც კი იყო ძალიან სასტიკი ბრძოლა გამართული პარტიებს შორის, სახელმწიფო პარტიას შორის და მთავარ ოპოზიციურ ძალას შორისაც.
სამწუხაროდ ესაა, რომ როდესაც ხელისუფლება ცდილობს ყველა დონეზე გააკონტროლოს ვითარება და არ დაუშვას სხვა ძალა რეგიონალურ დონეზე, რაც მაგალითად ჩვეულებრივი მოვლენაა დასავლურ სახელმწიფოებში, თუნდაც იგივე შეერთებულ შტატებში, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებაში არის რესპუბლიკელები, რეგიონულ ანუ საშტატო ხელისუფლებაში არიან დემოკრატები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჯერჯერობით ამისგან შორს ვართ, ალბათ აქ პოლიტიკური ხელისუფლების ნებაცა, ხალხის პოლიტიკური განათლებულობის დონეც ნაკლებია, მაგრამ ალბათ საჭიროა ამ მხრივ გარკვეული განვითარება. ალბათ ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური პარტიების, კლასიკური პოლიტიკური პარტიების გაგება. რაც გვაქვს პოლიტიკური ჩამონათვალი სპექტრი პოლიტიკური პარტიებისა, არც ერთი არაა კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ ხდება რაღაც ინტერესების მიმართ გაერთიანება, მოიშლება ეს ინტერესი, იკარგება პარტიაც, ხო? იყო ერთ-ერთი იმედი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ რაღაც კლასიკური ძალა ჩამოყალიბდებოდა ყოველ შემთხვევაში ამ ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებისგან მაინც, რომელსაც რაღაც გარკვეული ღირებულება ჰქონდათ. თუმცა მე ძალიან მეეჭვება, რომ ეს ამ განვითარებით წავიდეს და ალბათ ეს სამწუხაროა. რისი თქმა მინდა იმის თქმა, რომ როდესაც აი ხალბატონმა ნინომ კარგად თქვა, რომ ეს არჩევნები განსხვავებულია საპარლამენტო არჩევნებისგან, ხო იქ სხვა დონის პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკური სხვა ფუნქციების პოლიტიკოს ვირჩევთ და აქ სხვა ფუნქციების პოლიტიკოს თუ რაღაც პოლიტიკური ფუნქციების მატარებელს ვირჩევთ. მაგრამ აქაც კი ძალიან ისეთი ბრძოლა გაიმართა თითქოს ეს ხალხი, ვისაც ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობაში რაღაც ლეგიტიმაციას, რაღაც დელეგირებას ვაძლევთ, წყვეტენ არა ასე ვულგარულად ვთქვათ, არა კანალიზაციის პრობლემებს, არამედ საქვეყნო პრობლემებს, ხო? ალბათ ამაშია კიდევ ერთი დიდი დანაშაული, ან თუ მოსახლეობის გაუთვითცნობიერებობა, როცა ის ვერ ხდება, რომ რეგიონალურ დონეზე დელეგირებულ პოლიტიკოს სხვა ფუნქციები აქვს, სხვა პასუხისმგებლობა აქვს. და აქაც ალბათ მოსახლეობის პოლიტიკური განათლებულობის ნაკლებ განათლებობაზეა საუბარი. ასევე აქ კარგად ითქვა ახალი პოლიტიკური ძალის წინ წამოწევაზე, რომელიც თითქოს არ იყო, არც ფიქრობდა ვინმე, რომ ეს ძალა წარმოიშობდა, მე მას ვუწოდებ ყავისფერი ძალას, აი პატრიოტთა ალიანსი. ჩემთვის კლასიკური გაგებით ყოველ შემთხვევაში ყავისფერი ძალა, რომელსაც ძალიან ბნელი რადიკალური მოსაზრებები აქვს და ალბათ ეს თქვენ კარგად თქვით დაფიქრების საშუალებას იძლევა საით წავალთ თუ რაღაც ვითარება არ გამოსწორდება. ყოველ შემთხვევაში მე ამ ძალის გამოჩენა ხელოვნურად არ მგონია, ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ გარკვეულწილად დაუშვა ამ ძალის გამოჩენა, ამ ძალისათვის რაღაც გარკვეულწილად ხარდაჭერის აღმოჩენაც კი დაახლოებით ეს ისეთივეა, როდესაც აი მოულოდნელად არ მახსოვს რომელი არჩევნები იყო, ბოლოს წინა საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ქრისტიან დემოკრატები სრულიად მოულოდნელად გამოჩნდნენ და აღმოჩნდნენ პარლამენტში. ისევე აქაც ეს პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდით, კი რაღაც მათ გარკვეული მედია საშუალებები აქვთ, რომელთაც ახდენენ მოსახლეობაზე ზემოქმედებას, მაგრამ ესეც რაღაც ესეთი გარკვეულწილად ჩემთვის იყო ესეთი სრულიად მოულოდნელობა, როდესაც მე ეს ძალა დავინახე, მე მგონი მესამე იქნა, ხო? მეოთხე ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი მათ გადალახეს, ხო, დაფინანსებაც კი მიიღეს. და ეს უკვე შემაშფოთებელია. აი მე მაინტერესებს, აი კითხვა და დავსვა, აი რომელ რეგიონში მოახერხეს აი ამ ძალებმა წინ წამოწევა და რა საფუძველზე მიცა მოსახლეობამ ხმა. აი რატომ მაინც და მაინც
ამათ და არა მაგალითად იგივე ნინო ბურჯანაძეს, რომელიც სწორედ იგივე გარკვეულწილად იგივე პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოხატავდა თავის განცხადებებში. დიდი მადლობა. მე მგონი ბევრი საინტერესო კითხვა გვაქვს, რომ მე ჩავინიშნე ყველა იმ შემთხვევაში თუ რომელიმე თქვენგანაც გამორჩა კითხვა. ანუ პირველი კითხვა ჩვენ მქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ანუ ეს არის განმზობითი პროცესი, ესე ვთქვათ და სამოქალაქო საზოგადოების როლი რა შეიძლება იყოს ამ რეფორმის პროცესში. მეორე კითხვა ეხებოდა პოლიტიკური სისტემას, პოლიტიკურ სისტემას, ასე რამე კონცეფცია ხომ არ არსებობს ქვეყანაში და ასევე მე მგონი ეს კითხვა ძალიან საინტერესოა, ალბათ ეს ლევანის იქნება ყველაზე რელევანტური ეს კითხვა. შემდეგ მქონდა კითხვა არადემოკრატიული ძალების გამარჯვებასთან დაკავშირებით და ეს ბოლო კითხვა მგონი გაერთიანდება ამ კითხვაში. ამის პრევენცია როგორ შეიძლება მოხდეს ან საერთოდ მე დავუმატებდი რატომ უნდა მოხდეს ასეთი ძალების ჩვენაუბრება გვაქვს რომ ასე იგი პრევენცია გავაკეთოთ და ასეთი ძალები არ მოუშვათ ძალაუფლებაში. ანუ სად არის ზღვარი ესე ვთქვათ დემოკრატიის შეიძლება ფუნდამენტური ცნებების განმარტებამდე მივიდეთ რომ ეს უმრავლესობის მართვა არის წმინდად თუ უმრავლესობა კიდევ რაღაცებით არის შეზღუდული, არსებობს რაიმე ღირებულებრივი ფუნდამენტური რაც ზღუდავს ამ ხალხს, ამიტომ არის ის ყავისფერი ძალა შეიძლება ჩვენთვის მიუღებელი, გვაქვს კი უფლება რომ ესე დავახარისხოთ ეს ძალები. და კიდევ რამდენად მზად ვართ ამ ფინანსური დეცენტრალიზაციისთვის, მწვავე საკითხია ეს პრინციპში ალბათ საკანონმდებლო რეგულაციებით ბევრი რაღაცა შეიძლება რომ ასე ვთქვათ შეიზღუდოს ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივ ჯარს ვერ ჩამოაყალიბებს, იმიტომ რომ კანონი ამოძალავს ამას ხო, მაგრამ ეს სიფრთხილე მე შემოვაბრუნებდი კი დავამატებდი ამ კითხვას შემდგომ კი პირველი ვარ თუ არ ამზადებ და მეორე მოვიდა თუ არა იმისი დრო რომ ეს კითხვა არ გახდეს რელევანტური და მოვიდა თუ არა იმისი დრო რომ შანსი მიუცეთ ადგილობრივ მოსახლეობას, იმიტომ რომ თუ კი არასოდეს გვიცდია და არასოდეს მიგვიცია ამ ხალხის უფლება თვითონ მართონ თავიანთი საქმეები და თვითონ განაგონ, ხო მაშინ რაუფლებით ვამბობთ იმას რომ ამისთვის მზად არ ვართ. და ესე იგი პარტიებს ეხებოდა ისე კითხვა, ასე ვთქვათ, იმის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა ასე ვთქვათ პოლიტიკური პარტიებით რომ იყოს დაკომპლექტებული, ეს არ ვიცი როგორი იყო ეს კითხვა და დასმული ხედავთ თუ არა ეს პერსპექტივას ახლოს მომავალში, ალბათ ასე შეიძლება ამ კითხვის ფორმულირება. საქართველოში ძალიან დიდ რისკებთან იქნება ეს დაკავშირებული, შეგვიძლია რომ ეს შანსიც მივცეთ ადამიანებს, დემოკრატია ბოლოს ის არის რომ ადამიანები თვითონ იღებენ ასეთ რისკებს თავიანთი და ამ გადაწყვეტილების მიღებაში თვითონ მონაწილეობენ. მოგეთ რა ვიცი, ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა არის, მოდი მინუტი დავიწყოთ, იმიტომ რომ სულ პირველი საკითხი რაზეც კარგი კომენტარი ამაზე სურდა ნინოს პასუხის გაცემა და შემდეგ ვიგიდოთ. მე ვეცდები რომ ჩემი პასუხი იყოს მოკლე და თითქმის ყველა კითხვას რაღაც მეტნაკლებად შევეხო. ბოლო კითხვით დავიწყებ, რატომ აიღო იმ რაღაცა შრომელმა ძალებმა ხელა ხარდაჭერა რატომ მიიღო? მაგალითად გურია იქნა დასახელებული პრეზენტაციაზე, ჩემთვის ნაცნობი და მშობლიური მხარეა და სიტუაცია ნაცნობია ჩემთვის, იქ მოხდა შემდეგი, გამომდინარე იქიდან რომ მე გამგებლობის და მერობის პოსტებზე არ მისცეს